საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმოგიდგენთ რადიოგადაცემათა ციკლს გამჭვირვალე პოლიტიკა. რადიო ძველი ქალაქის ეთერში ყოველ ოთხშაბათს უსმინეთ გამჭვირვალე პოლიტიკას. ინფორმირებული მოქალაქეები აკონტროლებენ მთავრობას. მოგესალმებით სულფასო რადიო მსმენელებო, რადიო ეთერშია გადაცემათა ციკლი გამჭვირვალე პოლიტიკა, ინფორმირებული მოქალაქეები აკონტროლებენ მთავრობას. აღნიშნული გადაცემა რადიო ეთერში გადის რადიო ძველ ქალაქსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში და ჩვენ ვაგრძელებთ საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე საუბარს, საზოგადოების საინტერესო სტუმრებთან, სხვადასხვა ქალაქისთვის აქტუალურ თემებზე. სანამ კონკრეტულად დღევანდელი გადაცემაზე გადავიდოდე, მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ხმამწუხარება გამოვთქვა ჩვენი ორგანიზაციის სახელით სოფო ბობოხეთის გარდაცვალების გამო, რომელმაც ნამდვილად ძალიან ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს გადაცემას, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურიდიული დახმარების ცენტრზე, რომელიც ქუთაისში და იმერეთში ხორციელდება იმ დღიდანვე, რა დღესაც იმერეთის რეგიონალური ოფისი დაარსდა. ამ თემაზე ჩვენ უკვე ვისაუბრებთ ერთი წლის წინ ორგანიზაციის იურისტთან ერთად, თუმცა ერთი წლის თავზე დღეს ჩვენ ამ თემას კვლავ გავხსნით და ამჯერად ჩვენი სტუმარი იქნება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იმერეთის რეგიონალური ოფისის იურისტი თეონა გორდაძე. მოგესალმებით თეონა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მოსვლისათვის. მოდით დავიწყოთ ჩვენს ამ თემაზე საუბარი. ზოგადად რომ განუმარტოთ ჯერ მსმენელს, რადიო მსმენელს თუ რაში მდგომარეობს არსი იურიდიული დახმარების ცენტრის, რა საქმიანობას ახორციელებთ თქვენ და რა არის ზოგადად ამის მიზანი? პირველ რიგში მინდა შევუერთდეთ თქვენ სამძიმარს სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით და გამოთქვა ასევე ჩემი მწუხარება. რაც შეეხება ქუთაისის რეგიონულ ოფისს, ის შეიქმნა 2012 წელს და ის ფარავს მთელ იმერეთის რეგიონს. ამავე წლიდან ფუნქციონირებს აქ იურიდიული დახმარების ცენტრი. ცენტრის შექმნის მთავარი მიზანი გახლდათ მოქალაქეთა დახმარება და მათთვის კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევა. ჩვენ სამართლებრივ კონსულტაციებს გავცემთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოქალაქეები არ არიან შეზღუდულნი მოგმართონ მათთვის საინტერესო ნებისმიერი სამართლებრივი თემით და ჩვენ მას მივცემთ კვალიფიციურ სამართლებრივ რჩევას. გარდა ამისა, ასევე ვეხმარებით სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში, მათ შორის არჩევლების შედგენაში და ასევე გარკვეული კატეგორიის საქმეებზე ვახორციელებთ წარმომადგენლობა სასამართლოში. რაც შეეხება სასამართლო წარმომადგენლობას, ის ძირითადად ხორციელდება სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე, თუმცა ამ სფეროებში ჩვენ შემოვიფარგლებით გარკვეული სპეციფიკის საქმეებით. ანუ ყველა საქმეს სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული სამართლიდან არ ვიღებთ. იმისათვის რომ მოქალაქე ჩვენი ბენეფიციარი გახდეს, არ არის აუცილებელი ის აკმაყოფილებდეს რაიმე მოთხოვნეს, მთავარია მისი საქმე შედიოდეს იმ საქმეთა ჩამონათვალში, რომელზედაც ვრცელდება ჩვენი წარმომადგენლობა. და როდესაც ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ საქმე, ჩვენ ეს სამნიშნულოვანია ის, რომ ბოლომდე მიყვებით მოქალაქეს და ბოლომდე ვიცავთ და წარმოვადგენთ მის ინტერესებს სამივე ინსტანციის სასამართლოში. ჩვენთან იურიდიული მომსახურება უფასოა. ქუთაისის იურიდიული დახმარების ცენტრში მუშაობს 2 იურისტი და ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ მოქალაქეებს. ჩვენს მისამართს და ტელეფონის ნომერს მოგაწყვით. ჩვენი მისამართია ქუთაისი თამარ მეფის ქუჩა 21, ტელეფონის ნომერია 25 45 31. მადლობ თეონა, ახლა ამაზე მინდოდა მეკითხა ცოტა უფრო დაწვრილებით თუ შეიძლება თქვენ ახსენეთ ის არეალი, რაზეც ვრცელდება, ასე ვთქვათ, საქმეები, რომელზეც ვრცელდება თქვენი წარმომადგენლობა საქართველოში. ანუ რა შემთხვევაში, ანუ რა არის ის შემთხვევები, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ბენეფიციარის ინტერესები წარმოადგინოთ სასამართლოში, ადვოკატირება გაწიოთ ამ ორგანოში და რა შემთხვევაში შემოიფარგლებით თქვენ მხოლოდ იგივე ალბათ საჩივრის მომზადებით თუ იურიდიული კონსულტაციით თუ შეგიძლიათ საქმეების მიმართულებები
განმარტების ჩამონათვალი, რა შემთხვევაში თქვენ სრულად უზრუნველყოფთ სამართლებრივ დახმარებას სასამართლოს გულისხმობ. ჩვენ ძირითადად ვიღებთ ზედების საქმეებს, გვაქვს ასევე კონკურსის საქმეები და საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეების საქმეები. მაგრამ იყო შემთხვევა, როცა კერძო კომპანიიდან გათავისუფლების საქმეს ავიღეთ. ეს არის ის ძირითადი პროფილი და მიმართულება, რომელზეც ჩვენ მუშაობთ და თუ სურვილი გექნებათ, მოკლედ შევეხებით თითოეული მათგანის შესახებ, რომ მსმენელმა ალბათ უფრო მეტი გაიგოს თითოეული მიმართულება. დიახ. აი, რაც შეეხება ზედებას, ზედება ეს არის უძრავი ნივთის ან მისი ნაწილის საკადასტრო მონაცემების იდენტურობა საჯარო რეესში უფლება რეგისტრირებული უძრავი ნივთის ან მისი ნაწილის საკადასტრო მონაცემებთან. ანუ ამ დროს ხდება მიწისნაკვეთის საზღვრების გადაფარვა. ანუ მსმენელის უფრო გასაგებენაზე რომ ვთქვათ, ეს არის საზღვრების გადაფარვა, ანუ ამ პროცესში ძირითადად ზარალდებოდნენ ის მესაკუთრეები, რომელთაც დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული ჰქონდათ მიწისნაკვეთები. და სახელმწიფოს დაფარვის არეალში ხდებოდა მათი. იმიტომ რომ საჯარო რეესტრი დაუზუსტებელი რეგისტრაციების დროს ვერ ახერხებდა მიწის ზუსტ იდენტიფიცირებას, რაც იწვევდა შემდგომში მათზე სახელმწიფოს ან სხვა მესამე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციებს. აღნიშნულთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიწა შეიძლება იყოს საკუთრებაში როგორც დაზუსტებული, ისე დაუზუსტებელი მონაცემებით. შესაბამისად, დაუზუსტებელ რეგისტრაციას აქვს მოძებს სამართლებრივი შედეგი და ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ მას მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა აქვს. აი, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში ესეთი ჩანაწერი არსებობს, როდესაც მოქალაქე სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგენს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, ეს უკანასკნელი პასუხს არ აგებს წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა იმავე ჩანაწერის საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია შეამოწმოს უკვე რეგისტრირებული მონაცემების და წარდგენილი დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობა. შესაბამისად, მანამ სანამ რეესტრის სარეგისტრაციო სამსახური ახალ რეგისტრაციას განახორციელებდეს, მან კარგად უნდა გამოიკლიოს, ხომ არ არსებობს მიწაზე სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ანუ უზენაესმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ აი საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები ურთიერთთანხმდრაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი მის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ანუ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული. გამომდინარე იქედან, რომ აი წინწრები ჩანაწერის არსებობა გამორიცხავს უკვე შემდგომი ჩანაწერის კანონიერებას. ეს არის ძირითადი სპეციფიკა ამ საქმეების. ანუ ძირითად შემთხვევებში რა არის ეს ხელს ჩასაჭიდი, რაც ადამიანს იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ გააჩნია რეგისტრაცია კონკრეტული მიწის ნაკვეთზე, საშუალებას აძლევს მაინც ეს საქმე მისი, ასე ვთქვათ, გამარჯვებით დასრულდეს სასამართლოში. აი მარჯვენიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც თქვი, დაუზუსტებელი მონაცემებთან დაკავშირებით უზენაესმა განმარტა, რომ დაუზუსტებელი მონაცემების რეგისტრაცია არ ქმნის ბარიერს, რომ უარი ეთქვა შემდგომში მას რეგისტრაციაზე და ეს არის ძირითადი ისინი. და კონკურსის საქმეებია კიდევ ზამნიშნულოვანი. დიახ, თუ შეიძლება ამაზეც ორი სიტყვით გითხრათ. საჯარო მოხელეთა აი კონკურსის წესით მიღება 2014 წელს შევიდა ძალაში. თუმცა მიმდინარე პროცესებმა ცხადყო, რომ ეს პროცესი გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს. შესაბამისად, როდესაც მოქალაქეები მოგმართავენ ჩვენ და მოითხოვენ საკონკურსო საატესტაციო კომისიების გადაწყვეტილებების ბათილაცნობა, ჩვენ აქტიურად ვეხმარებით მათ და მიყვებით სასამართლოში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან აი კონკურსის ჩატარების პროცედურების დროს როგორც წესი ირღვევა კანონმდებლობით დადგენილი მთელი რიგი პრინციპები, როგორიც არის მიუკერძოებლობა, საჯაროობა, კანონიერება, გამჭვირვალობა, განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავდი გამჭვირვალობის პრინციპს, რომელიც როგორც წესი ძირეულად ირღვევა კომისიების მხრიდან. რა შემდგომარეობს ეს დარღვევა? მაგალითად, საკონკურსო, ანუ გასაუბრების ეტაპზე არ ხორციელდება აუდიო ან ვიდეო ჩაწერა. კომისია ძირითადად შემოიფარგლება არაინფორმაციული ხასიათის მშრალი გასაუბრების ოქმის წარმოებით, რომლებიც არ იძლევა შესაძლებლობას მიყვეთ გასაუბრების მიმდინარეობას, ანუ შევისწავლოთ, ანალიზი გავუკეთოთ გასაუბრების პროცესს და ასევე არ აწარმოებს იდენტურ კითხვას ყველა კონკურსანტისათვის და რომელსაც არ ახლავს შეფასების რაიმე სქემა. სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ
ესე იგი, გასაუბრების შედეგების სუბიექტურობის მაქსიმალურად შემცირებისათვის აუცილებელია, რომ პროცესი ჩატარდეს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, სავალდებულოა კითხვა არის არსებობა, იდენტური კითხვა არის არსებობა ყველა კონკურსანტისათვის და შეფასების, რომელსაც თან უნდა ახდას შეფასების მეთოდიც. აღსანიშნავია, რომ უზენაესმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციოსი უცვლელი დატოვა. სააპელაციომ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ვალდებულია დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკურსანტმა უფლებამოსილია იცოდეს, თუ რა საფუძვლით უთხრა მას საკონკურსო საატესტაციო კომისია მოარი და ასევე უფლებამოსილია იცოდეს, თუ სხვა კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადების მოტივაციას. ეს არის ის ძირითადი სამართლებრივი ნიუანსები, რომელიც ამ პროცესს ახლავს თან და რომელთა საფუძველზე ჩვენ ვითხოვთ ხოლმე საკონკურსო საატესტაციო კომისიების აქტების ბათილად ცნობას. აი თქვენ ახსენეთ სასამართლო პრაქტიკა და სასამართლო გადაწყვეტილებები. საინტერესოა ამ კუთხით თუ გაქვთ ინფორმაცია შეიცვალა რაიმე რამდენად პრაქტიკაში ხორციელდება აი ეს სასამართლო გადაწყვეტილებები დღესდღეობით ყოფილა ან ამ გადაწყვეტილებების შემდგომ კიდევ მომართვა აღნიშნულ საქმეებზე, კონკურსების თემაზე. ჩვენ გვაქვს ახლა ერთი ძამნიშნულოვანი კონკურსის საქმე. აი ორივე ინსტანციაში სამწუხაროდ არ დაკმაყოფილა პირველმა და სააპელაციომ ჩვენი მოთხოვნა, შემდგომ ის გავასაჩივრეთ უზენაეს სასამართლოში. უზენაეს სასამართლოში წარმატებით გაიარა დასაშვებობის ეტაპი, უფრო მეტიც უზენაესმა იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა ეს საქმე, რომ ზეპირი განხილვაც კი გამართა ამ საქმესთან დაკავშირებით და უკან დაუბრუნა სააპელაციოს განსახილველად. რომელ ადმინისტრაციულ ორგანოზეა საუბარი, თუ შეგიძლიათ ვითხრათ? საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. და ამ დღეებში ჩაინიშნება სააპელაციოში განხილვა და ძალიან საინტერესო საქმეა იგივე კონკურსის თემატიკასთან დაკავშირებით. ანუ პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებოდა უზენაესის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას და უზენაესმა სწორედ ამ ნიშნით გამოყო ეს საქმე და ამ ნიშნით გაიარა მან დასაშვებობა და დაუბრუნა აპელაციას განსახილველად. და მოკლედ ეს ბოლოსკენ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლებებსაც რომ შევეხოთ, რამდენად ხშირია თქვენ ახსენეთ ეს სამი მიმართულება, რომელზეც ძირითადად თქვენ მუშაობთ და შეგიძლიათ სასამართლოში წარმომადგენლობა გაუწიოთ ბენეფიციარებს. რომელ მიმართულებას გამოყოფთ, უფრო რა პრობლემებით მოგმართავენ უფრო ხშირად ადამიანები და რამდენად ხშირია იგივე საჯარო სამსახურიდან განთავისუფლებული ადამიანების მომართვიანობა ოფისში. საკმარისად ხშირი იყო მომართვიანობა, იმიტომ რომ ხშირი იყო შემთხვევები, როცა გაანთავისუფლეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მოხელეები და ძირითადად გათავისუფლების საფუძველი გახლავთ რეორგანიზაცია. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად რეორგანიზაცია ცალსახად არ ქმნის გათავისუფლების საფუძველს. ის შეიძლება მხოლოდ მაშინ დაედოს მოხელის გათავისუფლება საფუძვლად, თუ მას კონკრეტული შტატების შემცირება მოყვება თან. როგორც წესი, რეორგანიზაციის პროცესი საჯარო სამსახურში ხდებოდა და ის ეხებოდა მთელ სამსახურს, ანუ მთლიან სტრუქტურულ ერთეულს და არა უშუალოდ იმ საშტატო ერთეულს, რომელსაც იკავებდა კონკრეტული მოხელი. მაგრამ ეს მაინც ხშირად აღმოჩნდებოდა საკმარისი საფუძველი მოხელის გასათავისუფლებლად და ჩვენ ამ ნიშნით მიმართულებით ვასაჩივებთ მას სასამართლოში და აი წარმატებებიც გქონია ამ მიმართულებით. გასაგები. საინტერესოა მოკლე, თუნდაც მოკლე სახით სტატისტიკა იმის შესახებ, თუ აი ბოლო წლების მანძილზე, თუნდაც ბოლო წლის მანძილზე რამდენი საქმეა საქმის წარმოება მოხდა იურიდიული დახმარების ცენტრის მხრიდან და ანუ ამაში რამდენი იყო მოგებული საქმეების წილი. მე შემიძლია მოგაწოდოთ ზოგადი სტატისტიკა მთელი საქართველოს მასშტაბით, აი გათავისუფლების საქმეებთან დაკავშირებით. აი 2012 წლიდან დღემდე უკანონოდ გათავისუფლებული 51 საჯარო მოხელი აღვადგინეს სამსახურში და განაცდურით დაეკისრა სახელმწიფოს, განაცდურმა ჯამში შეადგინა არაფროსწორად გადააჭარბა 200,000 ლარს. საკმაოდ მასშტაბური ციფრებია, მინდა გითხრათ. ძალიან კარგი. შემდეგი ჩემი კითხვა ცოტა ზოგადი ხასიათის იქნება. თქვენ როგორც იურისტი, რომელიც მუშაობთ ამ თემებზე, ყოველდღიურ რეჟიმში გიწევთ შეხება ადამიანებთან, რომელთა უფლებებიც თქვათ ირღვევა და ეხმარებით მათ სამართლიანობის აღდგენაში. მინდა გკითხოთ თქვენი გადმოსახედიდან, თქვენი პოზიციით, რამდენად დღესდღეობით არის საქართველოში მომწიფებული ის კულტურა, რომ ადამიანები
უფრო ხშირად მიმართავენ სასამართლოს, მიმართავენ გადადგამენ ისინი შესაბამის ნაბიჯს იმისათვის, რომ დაიცვან თავიანთი დარღვეული უფლებები. თუ თვლით, რომ ჯერ კიდე ბევრი არის გასაკეთებელი ქვეყანაში და ასე ვთქვათ, დიდი მანძილი გვაშორებს იმას, როდესაც თითოეული ადამიანი უკვე ბოლომდე დაიცავს თავის უფლებას და არ მოერიდება არც შიშის და არც სხვა რაიმე ფაქტორების გამო, თუნდაც სასამართლოს მიმართოს და დაიცვას ამ გზით თავისი უფლებები. მე ვფიქრობ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ არის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მანძილი გვაშორებს სასურველს. ვფიქრობ, რომ მოქალაქეთა აქტიურობა ამ მიმართულებით მაინც ასე თუ ისე გაზრდილია. მოქალაქეები ასე თუ ისე აქტიურად მიმართავენ სასამართლოს და სასამართლოს დობის ხარისხიც დღეისათვის მეტია წინა წლებთან შედარებით. და ვფიქრობ, რომ მოქალაქეთა სამართლებრივი მართშეგნება ამ მიმართულებით ამაღლებულია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ იდეალურია. მან გასაკეთებელი მაინც არის ამ მიმართულებით. აი, განთავისუფლებების და შემცირებების თემა რო გავაგრძელოთ, თეონა. როგორც ვიცით და საუბარია უკვე იმაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობა ანონსებს, ასე ვთქვათ, ქამრების შემოჭერის პოლიტიკას და ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას და შეზღუდვას. ამ მიმართულებით მართალია მოლოდინები ძირითადად ფინანსურ მხარეს შეეხება იგივე ცენტრალიზებულ სტრუქტურებში თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში, საუბარია სახელმწიფო ფონდის შემცირებაზე და მსგავსი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, მაგრამ თქვენი აზრით ხომ არ ექნება ამას გამოვლინება ასევე საკადრო მიმართულებით, საკადრო ცვლილებებში, რეორგანიზაციას გულისხმობ და მის მთავრდებო პროცესებს, რომელიც სამწუხაროდ ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაში ხასიათდება იმით, რომ ადამიანების სამსახურებიდან უშვებენ. თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ეს ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების პოლიტიკა მიგვიყვანს იქამდე, რომ დაიწყება ადამიანების, ასე ვთქვათ, უფრო ტრენდული, ტენდენციური განთავისუფლება საჯარო სამსახურიდან. ხომ არ ელოდებით ამ მიმართულებით ზრდას აი იმ ადამიანებისა, რომელიც მოგმართავენ ამ უფლების დასაცავად. ანუ არ არის გამორიცხული, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების პოლიტიკა საკადრო მიმართულებითაც გამოვლინდეს, ანუ მოსალოდნელია ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები, თუმცა არ მინდა წინ გაუსწრო მოვლენებს და დავალოდები რა მოხდება შემდეგში. ჩვენ თავის მხრივ იურიდიული დახმარების ცენტრი დადვიქნებით ყველა შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება და აუცილებლობა იქნება, დახმარება, სამართლებრივი დახმარება გაუწიოთ საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელებს, თუ ამას ექნება ადგილი. თუმცა იგივე რეორგანიზაციის პროცესის და ცვლილებების გარკვეულ სამართლებრივ დასაბუთებას საჭიროებს და მე ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მაინც ვერ, ესე ვთქვათ, ვერ გაბედავენ ესე ხელაღებით შემცირებას. იმედი ვიქონიათ. მე ესე ვფიქრობ. მადლობთ. თეონა, ეხლა მიმდინარე საქმეების შესახებ თუ შეგიძლიათ რაიმე გვითხრათ, ხო არ გამოყოფთით რომელიმე საქმეს, აი დღესდღეობით რა საქმეებზე მუშაობს ოფისი? ოფისი, როგორც გითხარით, ზედება კონკურსი და გათავისუფლების საქმეები. აი ზედებასთან დაკავშირებით ერთი ახალი საქმე ავიღეთ, რომელიც მიმდინარეა. კონკურსზე უკვე გითხარით, რომ სააპელაციოშია ჩანიშნული განხილვა უახლოეს დღეებში, უზენაესმა რომ დაუბრუნა აპელაციას, სამნიშნულოვანი საქმეა ჩვენთვის. და ასევე გათავისუფლების ერთ-ერთ საქმეზე ჩვენ საკასაციო საჩივარი გვაქვს უზენაეში შეტანილი და ველოდებით დასაშვებობის ეტაპის გავლას. რა ეხება ეს უკანონო ეს არის გათავისუფლების საქმე, ოღონდ კერძო კომპანიაში. ეს არ ეხება საჯარო სამსახურს. თუ არ ვცდებით, თქვენ ასევე ახორციელებთ ბაღის გაერთიანების გარკვეული თანამშრომლების წარმომადგენლობასაც ახორციელებთ ასევე სასამართლოში. ეს ახლა ეს საქმე, ანუ შეწყვეტილია, რომ მოხდა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება და ჩვენი ბენეფიციარები, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ სასამართლოში, ამოიღეს სასარჩელო მოთხოვნიდან ანუ შეთანხმება მოხდა ამ შემთხვევაში, ხო? ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით აღარ ვწევთ წარმომადგენლობას, გამომდინარე იქიდან, რომ ამის საჭიროება აღარ არის. ძალიან კარგი, მადლობა. თეონა, მინდა შემდეგი თემაზე გადავინაცვლოთ, მობილური კლინიკები, რომელსაც ორგანიზაციის ოფისი ახორციელებს სხვადასხვა ინტენსივობით. თუ შეიძლება, რომ რადიოსმენელებს განუმარტოთ, რაში მდგომარეობს მობილური კლინიკის არსი, რა საქმიანობის გაწევა, რა ღონისძიება ტარდება
მაშინ როდესაც იგეგმება მობილური კლინიკა და თქვენ მიემართებით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა სოფლებში და ხვდებით მოსახლეობას. ანუ მობილური კლინიკის ფარგლებში ჩვენ ადგილზე გავდივართ და ადგილზე ხვდებით მოსახლეობას. როგორც წესი მივდივართ ხოლმე კონკრეტული თემით და იმ თემის ირგვლივ ვახორციელებთ კონსულტაციებს, თუმცა არ ვართ შეზღუდულები ადგილზეც მოვისმინოთ მოქალაქეთა პრობლემებიც. ძირითადად რა პრობლემატიკით მოგმართავენ ეს ადამიანები, ანუ რა არის მთავარი მიზანი იმისა, რომ ადგილზე გასვლა ხდება, რის მიხედვით ხდება იგივე ეს ადგილების შერჩევა, ხომ არ არის ეს რაიმე კონკრეტული პრობლემატური საკითხი და შემდეგ აქედან გამომდინარე მიემართებით თქვენ თუ ეს ასე ვთქვათ შემთხვევითობის პრინციპით ხდება სოფლების და რეგიონების შერჩევა და საინტერესოა რა არის მთავარი პრობლემატიკა, რაზეც ჯერ ის თემები, რასაც თქვენ ამზადებთ და მოსახლეობას ესაუბრებით ამის შესახებ და ასევე ის მათგან რა პრობლემატიკა მოდის. აი მაგალითად სულ ცოტა ხანში ამ წელს დაგეგმილი გვაქვს ანუ მობილური კლინიკა ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში, რომელიც შეტანილია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მთავრობამ ანუ პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ, რომლის თანახმადაც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები სტატუსის მქონე მთელი რიგი ბენეფიტები ენიჭება და ჩვენ გვაინტერესებთ, რამდენად იცნობს ადგილობრივი მოსახლეობა ამ კანონს, ამინიჭებულ ბენეფიტებს და ამასთან დაკავშირებით გვინდა ვესაუბროთ მათ. თუმცა არ გამოურიცხავთ, რომ იმათაც ახალი პრობლემები წარმოგვიდგინონ და ამ პრობლემების ირგვლივაც რასაკვირველია გვექნება მსჯელობა. აი რა სახით ახდენთ თქვენ იმ პრობლემების ადვოკატირებას, რომელსაც თქვენ ისმენთ ესეთი მსგავსი შეხვედრების დროს? აი მაგალითად ბოლო მობილური კლინიკის დროს წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში გამოიკვეთა ეკომიგრანტების პრობლემა. რაში მდგომარეობდა თუ შეგიძლიათ კონკრეტულად ანუ ეს ადამიანები? ეკომიგრანტები ეს არის ეკოლოგიური კატასტროფის საფუძველზე არიან იძულებულნი დატოვონ საცხოვრებელი ადგილი და გადაინაცვლონ სხვაგან. და იქ ერთ-ერთ სოფელში გამოიკვეთა ეს პრობლემა და ჩვენ ადვოკატირება გაუწიეთ მათ. შემდგომში ასევე მიმართეთ სამინისტროს პოლითა და გასახლების სამინისტროს შუამდგომლობით ამ პირებისათვის ეკომიგრანტების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. რაც ალბათ გარკვეულ ბენეფიტებს მისცემდა მათ სოციალურ ბენეფიტებს. სოციალურ ბენეფიტებს. და ეს პრობლემა გამოიკვეთა და გაუწიეთ ამასთან დაკავშირებით. ანუ თქვენ როგორც წესი იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილზე არ შეგიძლიათ გაუწიოთ დახმარება, მიმართავთ შესაბამის ორგანოებს ამ თემებთან დაკავშირებით. რამდენად ქმედითი არის, ასე ვთქვათ, ეს მექანიზმი, აი თუნდაც იმ შემთხვევაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, მიიღეთ გარკვეული პასუხი, რაიმე პასუხი აღნიშნული სამინისტროდან? ჯერჯერობით არა, თუმცა მაინც მივმართეთ შუამდგომლობით და გავაჟღერეთ ეს პრობლემა. კარგი, თეონა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისათვის, თუ თქვენ არ გექნებათ დასამატებელი რაიმე ისეთი, რაზეც გინდათ ამ თემაზე დაამატოთ. მაშინ მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისათვის, საინტერესო საუბრისათვის. მე ვიმედოვნებ, რომ ნაკლებად დაჭირდებათ ამ ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში ადამიანებს ის დახმარება, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას და მათი შრომით უფლებების თუნდაც დაცვას, თუმცა რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. მე მადლობა მინდა მოუხადო ასევე რადიო მსმენელებს, მინდა შეგახსენოთ, რომ რადიო ეთერში იყო გადაცემა გამჭვირვალე პოლიტიკა, ინფორმირებული მოქალაქეები აკონტროლებენ მთავრობას. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, მადლობთ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმოგიდგენთ რადიო გადაცემათა ციკლს გამჭვირვალე პოლიტიკა. რადიო ძველი ქალაქის ეთერში ყოველ ოთხშაბათს უსმინეთ გამჭვირვალე პოლიტიკას. ინფორმირებული მოქალაქეები აკონტროლებენ მთავრობას.